ვიდეოს წარმოგიდგენთ Crypto News-G, პირველი ქართული კრიპტომედია საქართველოში. რას გვეთქვით Solana-სთან დაკავშირებით? ჩემი აზრით, ყველა Proof of Stake ქსელზე, როგორიცაა Solana, BNB, Ethereum და მსგავსი, ციფრული აქტივების ეკონომიკა ორ ნაწილად არის გაყოფილი. მას ორი მხარე აქვს. ერთი მხარე დაფუძნებულია Proof of Work-ზე. ეს არის ციფრული კაპიტალი. ამ სფეროში ბიტკოინი არის მეფე. არსებობს კიდევ დაახლოებით 10-მდე სხვა Proof of Work ქსელი. მათი მთავარი გამოყენება არის ღირებულების შენახვა, ანუ ციფრული კაპიტალი. ბიტკოინი არის ციფრული ოქრო, ხოლო მთავარი გამოყენება არის ციფრული კრედიტი. მაგალითად, დივიდენდიანიანი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ციფრული ოქროთია უზრუნველყოფილი. სწორედ ეს არის ის სფერო, რომელშიც მე ვმუშაობ. ეს არის სტრატეგია, ეს არის ბიტკოინი. ეხლა ამ ბიზნესის მეორე ნახევარი არის ციფრული ფინანსები. ციფრული ფინანსები ნიშნავს ვალუტის ტოკენიზაციას, მაგალითად სტეიბლკოინებს, დოლარის ტოკენიზაციას, რეალური აქტივების ტოკენიზაციას, ოქროს ტოკენიზაციას, ფასიანი ქაღალდების ტოკენიზაციას, როგორიცაა ობლიგაციები, აქციები და სხვა აქტივები. როდესაც ამბობ ტოკენიზაციას, რას ნიშნავს ეს? რა არის საერთოდ ტოკენი? რაც მე მხედველობაში მაქვს არის ეს. როდესაც შაბათს შუადღეს ჩემს Android ტელეფონსა და შენს iPhone-ს შორის stablecoins ვაგზავნი, მაგალითად Tethers, ეს ნიშნავს ტოკენიზებულ დოლარს. ანუ ეს არის შესაძლებლობა გადაიტანო ტოკენი, რომელიც წარმოადგენს მაგალითად ოქროს 1 უნციას, 1 დოლარს, ან Apple-ის აქციის 1 წილს. ანუ მე გადავაქციე ოქროს უნცია ტოკენად, დიახ. მაგალითად, Cardano შეიძლება გამოუშვას 10 მილიონი ტოკენი, რომელიც იქნება კომპანიის წილი, ან კაპიტალის მოზიდვის საშუალება. ან შეიძლება არსებობდეს Joe Rogan Coin, Trump Meme Coin და სხვა მსგავსი ტოკენები. მემე კოინები, Katy Perry-ის ტოკენი. პრაქტიკულად ნებისმიერი რამ შეიძლება ტოკენად იქცეს. მე უნდა მქონდეს ტოკენი? შეიძლება, ალბათ კი, რაღაც მომენტში. მართლა? მაგალითად, წარმოიდგინე, რომ გაქვს ქვეყნის კლუბის წევრობა. დიახ, თუ ეს წევრობა გადაცემადია, ანუ შეგიძლია სხვას გადასცე, მაშინ ის უფრო ძვირფასი ხდება. და თუ ეს წევრობა ტოკენის სახით არის წარმოდგენილი, შეგიძლია ის ნებისმიერ ადამიანს მიხიდო. შეგიძლია განათავსო ბაზარზე და ადამიანებმა რეალურ დროში დაიწყონ მასზე შეთავაზებების გაკეთება. 24 საათი, კვირაში 7 დღე, მთელი წლის განმავლობაში.